დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის დიზაინერი ქალი, რომლის შექმნილ სამოსაც არაერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი ატარებს. მადლობა თაკო, რომ ხარ დღეს ჩვენი სტუმარი და დაგვითმე დრო. თქვენ მადლობა მოწვევისთვის. მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. როგორ გაიხსენებდი ბავშვობას? ბავშვობის მოგონებებს. ბავშვობის მოგონებები კარიერასთან დაკავშირებით გვაინტერესებს ალბათ, ხო? ჩემი ბავშვობა ძალიან იყო ახლოს ამ სფეროსთან, იმიტომ რომ მთელი ბავშვი გავიზარდე ისეთ სახლში, სადაც პირველ სართულზე იყო სახელოსნო და ეს კერვა ბავშვობიდან? კი, იმიტომ რომ ბიძაჩემი იყო დიზაინერი, პეტერბურგში ქონდა დამთავრებული, მერე მოკე ჩამოვიდა და ჩვენთან სახლში გააკეთა თავისი სახელოსნო და აი ამ ატმოსფეროში ვიზრდებოდი, აი ჩემი თავი რაც მახსოვს ეს ატმოსფეროც. და აი რო ვიხსენებ ხა რომ ახსენდება რაღაცნაირ ნოტები ვითარა, აი ის შეგრძნებების, ბედნიერების და ხა ის სიამოვნების წუთები, აი ბავშვობაში რასაც განვიცდიდი, ხო? დღემდე მახსოვს ეს ჩემთვის რაოდენ მნიშვნელოვანი იყო. და ალბათ ვფიქრობ, რომ აი ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, სურვილი ბავშვობის მოგონებებმა იმოქმედა თუ არა შემდგომში რაიმე თქვენს კოლექციაზე? რა თქმა უნდა, ყველაფერი არის კოლექციები, ინსპირაციები ხო გვაქვს, აი ალბათ მე არ ვიცი დიზაინერი ინსპირაციის რა გარეშე რო ქმნიდეს კოლექციას. აი ეს კოლექცია ჩემთვის ისე შექმნილი კოლექცია არის უფრო კომერციული შეიძლება რაღაცა, მაგრამ აი თუ გინდა რომ კოლექცია სული კონდეს, ცოცხალი იყოს, აუცილებლად რაღაცა ინსპირაცია, რაღაცა ისტორია, თუნდაც შენი შექმნილი უნდა იყოს. ჩემი ყოველი კოლექცია არის ჩემი ბავშვობა, ჩემი მოგონებები, ან შეიძლება არსებული სიტუაცია, ყოველს რაღაცას კავშირი აქვს. ძალიან ბევრი ეგეთი არის, რომ არის ბავშვობიდან რაღაცა ეხლა მაგალითად აი ზუსტად ძალიან საინტერესო კითხვა და ვიტყოდი, რომ ჩემი ახალი კოლექციაც ჩემ ბავშვობასთანაა კავშირში რაღაცა ცირკის თემა მომინდა რომ გამეკეთები და რაღაცა დავბრუნდი ბავშვობის ტკბილმოგონებებთან არის დაკავშირებული. კი, ნამდვილად ბავშვობის ტკბილმოგონებებთან დაკავშირებული. ანუ ბავშვობაშივე მიხვდით რომ დიზაინერობა გინდოდათ და დიზაინერი გამოხვიდოდით. კი, ბავშვობიდან უკვე ვიცოდი რა უნდა ვყოფილიყავი. მაშინ არ იყო ეს დიზაინერი, საერთოდ არ ვიცოდით ეგ რა იყო. მოდელიორი, აი მოდელიორი უნდა გამოვიდე. რომ იტყოდნენ რომ აი რა უნდა გამოხვიდე, აი ბაღში მახსოვს, რომ უკვე ბაღშიც კი ვიცოდი, რომ მე უნდა ყოფილიყავი მოდელიორი და თოჯინებისთვის ვქმნიდი სამოს და ნუ როგორც ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ყველა დიზაინერის ისტორიებს რო ვისმენ, ყველას რაღაცა ეს ბავშვებს თოჯინებს აცმევდნენ და უკერავდნენ და ზუსტად ეგრე იყო ჩემ შემთხვევაშიც და რანვეიც მქონდა და ესე გავატარებდი ხოლმე და კოლექციებს და უკვე ჩვენებებსაც კი ვაწყობდი. ძალიან მიხარია. რომ ჩემ შვილსაც ეს მიდრეკილება აქვს რაღაცა დიზაინერი უნდა გამოვიდეს და ესე იგი სწორი მიმართულებით მიდის. ძალიან კარგი, არ უნდა შეუშალო ხელი, რაც უნდა. მე ვთვლი, რომ ადამიანს აი რაც აქვს შიგნიდან მოწოდებით, აი ის უნდა აკეთოს, რადგან ბედნიერი იყოს და უფრო წარმატებულად, უფრო კარგად გააკეთებს იმ რაღაცას, რაც მასშია და ხო აბედნიერად. ამიტომ არავითარ შემთხვევაში ხელი არ უნდა შეუშალოთ. პირიქით. რა თქმა უნდა. ანუ თქვენ ბავშვობის პერიოდში და როდესაც აღმოაჩინეთ ეს მიდრეკილება, ზეგავლენა მოახდინა თუ არა მშობლების მხარდაჭერამ და იმ პერიოდში რამდენად სერიოზულად აღიქვავდნენ თქვენი მშობლები ამას, რომ თქვენ სულებს რა იყო? აი, ჩემს პერიოდში ეს სფერო ესეთი
ესე ვიტყოდი აქტუალური არ იყო. კი. აი, ნუ ჩემი უნებოდა რომ აი რა უნდა გააკეთო? აი, მოდი შენ ისეთი ძლიერი ხარ, მოდი რაღაცა სახელმწიფო მართლაც. უნდოდაც რომ რაღაცა აჩამებარე საერთაშორისო ურთიერთობებზე. მეთქი არა, აი რა რაღაცები დამპირდნენ, ხო იცით ბავშვად, უნდა ოღონდ მაგარ ჩააბარო და მაგრამ ბოლოს რომ მიხვდნენ რომ ეს ჩემი იყო, რა თქმა უნდა, მშობლებმა დამიჭირა ხარი და დამიდნენ გვერდით. ჩემთვის აი სკოლის მერე კი არა სკოლაში იმდენჯერ დაიბარეს დედა ჩემი გაკვეთილებზეც ვქარგავდი და რაღაცებს ვაკეთებდი, იმიტომ რომ აი ეს სფერო ჩემი იყო ბავშვობიდან, დაბადებიდან რო კი იყვიან. კი ბატონო. დიზაინერობისთვის გაჩნდით და დაიბადეთ ესე. არ ვიცი. გამოდის. და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა ამის საშუალება, რომ ვისწავლე და ჩემი სამსახური დღეს მე სიამოვნებას გვრის და ამას არ ვაკეთებ იმისთვის მარტო, რომ რაღაცა აი ეს სამსახური რუტინულად წადი. ეს არის ჩემთვის ბიზნესი, ვაკეთებ სიამოვნებას განჭერს. რა თქმა უნდა, მაბედნიერებს. ფინანსური კი ბატონო. სიმყარე. კი ბატონო. ძალიან კარგი. პირველი ეტაპები როგორ დაიწყეთ? სიტყვაზე ეს სურვილები გადაგექციათ უკვე კომერციულ თვალსაზრისით და დაგერქმეთ როგორც ბიზნესი. მოდი ესე დავიწყოთ ეტაპობრივად. ესე იგი, პირველი იყო ის, რომ რა თქმა უნდა ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილში, ტანსაზის ხარულ მოდელირებაზე. 15 წელი იარსება ამ ფაკულტეტმა და სხვათა შორის ძალიან კარგად გვასწავლდნენ და სამწუხაროდ მენანება რომ დღეს უკვე ეს ფაკულტეტი აღარ ფუნქციონირებს. ჩვენთან ფაქტიურად არ არის ხო ესეთი? ივანე ჯავახიშვილში უკვე აღარ არის, მაგრამ აკადემიაში არის. ეხლა და სულ იყო დიდგანვე, მაგრამ მე მაშინ ავირჩიე, იმიტომ უნივერსიტეტს ჰქონდა თავისი ატელიე სამკერვალო და მაგ პერიოდში აკადემიას არ ჰქონდა და რაღაცა პრიორიტეტი ამიტომ მივანიჭე ივანე ჯავახიშვილს და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო იმ მომენტში, იმიტომ რომ ძალიან კარგი ლექტორები მყავდა, ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე და ძალიან ბევრი კარგი განათლება მივიღე. საფუძველი ჩაგიყარათ. კი, რა თქმა უნდა. ეს იყო სწავლის შემდეგ გადავედი ბათუმში საცხოვრებლად, აქ ცხოვრობდით ჩემს ოჯახთან ერთად. ძალიან პატარა ვიყავი, რომ გავთხოვდი ეს მინდა რომ თქვა და ჩემო მეუღლემ შემიწყო ხელი, იმიტომ რომ სწავლა, ოჯახი ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პატარა ოჯახები. კი, ძალიან დედაჩემი, მამაჩემი, ყველა ეს რო არ ყოფილიყო ესეთი სუპორტი, მე ნამდვილად დღეს სადაც ვარ, ვერ ვიქნებოდი. შემდეგ რო გადავედი საცხოვრებლად ჩემს ქალაქში, ბათუმში 2009 წელს ჩამოვაყალიბე ჩემი ბრენდი თაკომექვაბიზე, როგორ მახსოვს, ახლა გახა დავბრუნდი. აი ნოსტალგია. ხო. ყველა ატელიეში რაც დავდიოდი, ესე კერავდი, სადაც რა ვიცი, ატელიები იყო. და პირველი ჩემი კოლექცია ეფლაბორი იყო, თუ იცით, არ ვიცი, ესეთი მულტიბრენდული ქართული მაღაზია გვანცაჯანაშია, ჩემი მეგობარი და კოლეგის, სადაც იყიდებოდა ქართული დიზაინერების ნაწარმი და მახსოვს რა, აი რაღაცა მაშინ გავიცანი გვანცა და მოეწონა ჩემი რაღაცები და მითხრა რა მაღაზიაში შეგიძლია რომ მოიტანო და დავიწყოთ გაყიდვა. ეს ჩემთვის იყო უბედნიერესი და ისეთი მომენტი, რომ მე შემეძლო, რომ ხო შეთავაზება, რომ რაღაცა ესე გამეყიდა, მე თბილისშიც ქონდა აქ ფილიალი, ბათუმშიც და მოკლედ დავიწყეთ, აი პირველი ჩემი თაკომექვაბიძის მოღვაწეობა, ხო, კარიერა. ესე დავარქვა. რაღაცა შემოსვლა მოდაში დაიწყო ამ ეფლაბორით. შემდეგ სადღაც ერთ წელიწადში უკვე ჩემი მაღაზია გავაკეთე. პატარა ჩემი სახელოსნო, სადღაც იყო ალბათ 20 კვადრატი. ესე მახსოვს, ძალიან პატარა იყო, ძალიან პატარა იყო, კი. და აი ესე დაიწყო მოკეთ პატარა მასშტაბებით. რა თქმა უნდა, ყველა ბიზნესი ესე იწყება თვითონ, კი, დავიწყეთ ჩემი ბრენდის შენება.
და მოვედით დღეს დღემდე, საკმაოდ მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მე კიდე ეს რაღაცა დამთავრებული, მაგრამ კიდე ისევ შენების პროცესში ვარ. რა თქმა უნდა, ეს ისეთი სფეროა, კი. ალბათ ცხოვრების ბოლომდე უნდა აშენო და განვითარდე. კი ბატონო, მეც ეგრე ვფიქრობ. ამ შენ საკმაოდ ბევრ ცნობილ ჰოლივუდის ვარსკვლავებს აცნევ დღემდე. მინდა აღვნიშნო, ერთ-ერთი არის კენდელ ჯენერი. და კიდე უამრავი არის ამ სიაში. როგორ გახსენდებათ მათთან კომუნიკაცია და ვინ იყო პირველი ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავი, ვისთანაც დაიჭირეთ კომუნიკაცია? მოდი ესე დავიწყებ, ეხლა ცოტა ეს ამბავი როგორ მოხდა. პირველი ჩემი ვარსკვლავი იყო მეისი გრეი. ეს იყო 2010 წელი, არ დამოვიწყდება. ახალი გახსნილი მქონდა მაღაზია, არც პარკები არ მქონდა, დაბრენდილი მარკები, ძალიან რაღაცნაირად ვიყავი. ხა იცი, რო იწყებ რა. და პირველად კოლექციები რო შევკერე რაღაცები, მაშინ მახსოვს ჩემი კოლექცია რაღაცა იყო დაუმუშავებელი თხელი ქსოვილებით, ფაქტურებით გაკეთებული, ბუმბულებს რო წააგავს და რაღაცა და მკერავმა რაღაც არასწორად შემიკერა ესეთი შიფონის გრძელი კაბა. რაღაცა ულამაზესი, მაგრამ ნუ ძალიან დიდი იყო, როგორ გითხარი, არასტანდარტული ადამიანის, ძალიან მაღალისთვის, ძალიან ცოტა ესეთი დიდი ადამიანის. დიდი ადამიანი. მოკეთ უნდა გადამეკეთები, ეს ვფიქრობდი, რომ უნდა გადავაკეთო. მოხდა ისე, რომ 2010 წელს მეისი გრეი კონცერტზე ვიყავი ბათუმში Just Festival-ზე და მოკლედ მეისი გრეი ჩემი თაობის ყველა ბევრის კუმირი არის. იყო და ჩემთვის გიждდებოდი მოკლედ. კონცერტზე ვყურებ და ვფიქრობ რა, რომ ზუსტად ხო ბუმბულებზე ხო გიждდება თვითონ, ძალიან უყვარს ბუმბულები. მეთქი ზუსტად მაგ ესეთი რაღაცა დავინახე ამ შარფში მოხვეული ამ ჩემი მალინისფერ შიფონის კაბაში უკვე ვხედავ მე რომ მეისი გრეი დგას სცენაზე და ჩემი კოსტიუმით მღერის. ვაიმე ვიფიქრე დავისახე მიზნად რომ მეთქი თაკო ეს კაბა ალბათ ეს არ იყო უბრალოდ ესე მკერავს არ შეეშალა ეს ალბათ უეჭველი მეისი გრეისთვის არის შეკერილი თქო. რაღაცნაირად იქეთ-აქეთ ხო იცი როგორც ხდება ბათუმი პატარა, გამოვნახე ვინ ჩამოიყვანა, ვინ დახვდა, აღმოჩნდა რომ იქ ჩემი მეგობრის მეუღლე იყო და მაშინ სანსნობოდ იყო ჩართული. და მოკლედ ესე ვთხოვე რომ მეთქი ესეთი ლევან ესეთი ის მინდა რომ საჩუქარი გადავცე და თუა შესაძლებელი მეთქი და რა თქმა უნდა მოვიკითხავო და მოიკითხა და მირეკავს რომ თაკო კიო არისო უბრალოდ როდის მასიზავ მომაწოდებ რომ უკვე მიმყავსო მალე აეროპორტში. ვაიმე ღამე მივედით მაშინ ჩემთან შოუში. ეიფორიაში იქნებოდით ამ მომენტში. ეიფორიაში არა ჩამოხსენი ეს კაბა ჩემ მეუღლე მეუნება რომ ჩემ სხვადასხვა ჩემ მეუღლესაც ძალიან კრეატიული ისაა შეღაღაცა აზროვნება ნუ თქვენ დამხმარეთ ეს კი რა თქმა უნდა ეს ხა რუხი კარდინალი და მეუნება რომ თაკო პარკი არ გვაქვს იმიტომ პარკები შეკვეთილი მაქვს პარკები ლოგოთი არ მაქვს ნუ რა ვქნათ ბალიშპირები მქონდა დაბრენდილი და ეს ბალიშპირი გავაკეთეთ როგორც ჩანთა ეს ჩემო მეუღლემ მომაწოდა ეს იდეა ჩავდეთ და მოკეთ გავაგზავნ მეორე დღეა დილა და მირეკავს ტელეფონი 2010 წელია. ეს იყო ჩემი პირველი კომუნიკაცია ვარსკვლავთან. და მირეკავს და ლევანი მეუნება რომ თაკო მეისი გრეის უნდა შენთან საუბარი და მეთქი არ არსებობს მეთქი. ეს ღმერთო რა ვთქვა დავიბენიე მიყვარხარ რა ვიცი თან ინგლისური საერთოდ მაშინ საერთოდ ისე ვიცოდი I love you მეუნება მე მიყვება მეუნება რაღაცებს რომ როგორ მიხვდიო რომ ესეთი ფერი მომწონსო როგორ მიხვდიო ან ზომაო ზუსტად ჩემიაო და ნუ რაღაცებს კივის თურმე მანქანა გააჩერებინა და თან არ შეიძლება პროტოკოლის იმით რომ ესე მანქანა გააჩეროს და გააჩერა და ისე მელაპარაკა და მოკლედ
რას ვიზავდი გახარებული, ეს ჩემთვის უკვე დიდი წარმატება იყო და რა ვიცი, აქედან დაიწყო, მოკლედ ესე წინ დაიწყო. გადადგმული ნაბიჯია ეს ესე დაიწყო 2010 წელს დაიწყო ვარსკვლავებთან ურთიერთობა. და შემდეგ ეხი გაგრძელება როგორ იყო კენდალ ჯენერი და კეიტი პერი და კრისტინა აგილარა და თუ კიდე სხვა ეს რო არ აღნიშნოდა ჩემს კარიერაში ვისაც ცოტა კი არა აი რა ვიცი რაიმე აქ მონაწილეობა მიღებული აი ყველას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო და არასდროს არ დავიღლები ამით იმიტომ რომ მადლიერების გზნობა ჩემში იმდენად რა ვიცი დიდია და აი ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმ ადამიანების და ეს ერთ-ერთი არის თათა ქართველიშვილი რომელიც არის ჩემი პიარი ამერიკაში და აი თათას მეშვეობით მოხდა აი რაც თქვით და ხდება დღემდე ამ ვარსკვლავებთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო და ძალიან საინტერესო ისტორია იყო რაც მოგვიყევით ყველაზე მარტივი საკომუნიკაციოდ რომელი ჰოლივუდის ვარსკვლავი იყო თქვენთვის? იცით რა არის? მე არ მაქვს პირდაპირ უშუალო კომუნიკაცია, მე არ მაქვს. აქ ჩემს პიარს სტილისტებთან ზოგჯერ შეიძლება მასაც არ კონდეს ვარსკვლავთან, მაგრამ ვიცი რომ ხშირად აქვს. არის მქონია ესეთი შემთხვევები, რომ დაუშვათ ვარსკვლავს რო ჩაუცვია მოუწერია ჩვენთვის, რომ რა ლამაზია და აი ბევრი ისეთი ისინი რა ქვია სიტყვები და ერთი მახსოვს TikTok-ის ვარსკვლავმა ჩარლი დემელიო იყო თუ რომელი იყო აღარ მახსოვს აღარ მახსოვს აი რომ მოგწერა რომ გვიყვარ შენი ბრენდი და აი ბევრი გწერს ესე რა და ეს არის ძალიან გასახარებელი რა თქმა უნდა და ძალიან ისეთი აი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. კი, რა თქმა უნდა, ყველა დიზაინერისთვის, ვინც მოღვაწეობს ამ სფეროში, ძალიან მნიშვნელოვანია უკავშირი. კი ბატონო. რომელ მსახიობს ჩაცვამდით სიამოვნებით? ჩაცვამდით სწორია ნეტა? ჩავაცვამდი რომელ მსახიობს ჰოლივუდის მსახიობს აი ესე რო გითხრა აი შეიძლება ალბათ ჯულია რობერტსი რაღაცა ჩემთვის ლამაზმანი ფილმი ძალიან რაღაცა აი ჩემს პროფესიასთან აი ეს ახლა ეს ყველაფერი მუსიკა ეს მაღალ ჩაცმა იქ რაღაცა ეს კადრები ამ წუთას რაღაცნაირად წამომიტივდი და თავში და ალბათ ჯულია რობერტს ჩავაცმევდი ალბათ შეიძლება იქნება ეგეც რომ კი რასაც ჩაიფიქრებს ადამიანი მე მჯერა რასაც ჩაიფიქრებს ადამიანი ყოველთვის მიაღწევს როცა გულით უნდა კი მოდი მე ერთ რაღაცას მოგიყვებით ძალიან საინტერესოა ეგ ზუსტად იცი რა ხამას 100%-ით ესე ვერ ვიტყვით მაგრამ ნამდვილად მართლდება ხოლმე ჩემი 2019 წელს დავიწყე მე ამერიკაში თათასთან ურთიერთობა მუშაობა და 2019 წლის კოლექცია როდესაც შევქმენი მაშინ არც თათას არ ვიცნობდი არც იმის ის არ მქონდა ამბიციაც და ისიც რომ მე ჰოლივუდში ესე უცებ ვინ ვიღაცებს ჩავაცმევდი. აი არც მიფიქრია. და ჩემი კოლექცია შევქმენი Mercedes-Benz Fashion Week-ისთვის Spring Summer იყო თუ Fall Winter-ი უკვე აღარ მახსოვს და დავარქვი, ნუ ჩემი კონცეფცია იყო ვარსკვლავები, ჰოლივუდის ვარსკვლავები. ზუსტად მოხდა ისე, რომ არ ვიცი ეს დამთხევაა თუ რა ვიცი. მოხდა ისე, რომ ამ კოლექციიდან, კენდელმაც მაგ კოლექციიდან ჩაიცვა. შემთხვევით არაფერი არ ხდება. კი, პერანგი. კრისტინა აგილერამაც მაგ კოლექციიდან ჩაიცვა. ძალიან ბევრმა, მოკლედ მეგან როჯერსმა, ნუ ბევრმა ჩაიცვა. სადღაც ალბათ 1-20 აიტემი მაგ კოლექციიდან ჩაიცვა ვარსკვლავებმა. ნუ რაღაცა არის ხო, ალბათ ესე იგი კიდევ ერთხელ უნდა შექმნათ ვარსკვლავებისთვის. ხო, ალბათ. მაგაზე დავფიქრე.
უშუალოდ ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის. კი. სად ხედავთ თქვენს ბრენდს წლების შემდეგ? თუ გიფიქრიათ ამაზე. ყველგან. ძალიან ამბიციური პასუხი ალბათ ხო? ყველგან. არა, ამბიციური როგორ რა არის? მინდა რომ ეგრე იყოს ყველგან. უკვე მართლა 60-მდე ჰოლივუდის ვარსკვლავს თუ მეც. შეიძლება მეც კი, უკვე. უკვე მეც, 58 უკვე. იყო და 58-ის მერე არ ვიცი რაღაცა ბევრი გავის, არა, მეც კი. ალბათ კი. ნამდვილად არის ამბიციური. აი მე რა ვიცი, არა. ყველაზე დიდი ჰონორარი, რომელი ჰოლივუდის ვარსკვლავისგან აგიღიათ? არა, ეგ ცოტა ისეთი. ერთს ვიტყვი, რომ ნასტასია კინს მაიყიდა კაბა, რომელიც იყო ჩემი ხელით დაკარგული და იყო საკმაოდ ძვირადღირებული. თქმა უნდა, ხელით ნასტასია კინს, ეს იყო როდის? რომელი წელი იყო, აღარც ვიცი. ეს იყო სანამ დავიწყებდი ჰოლივუდში, ესეც მოღვაწეობას. კი, მოღვაწეობას მანამდე. ქონია თუ არა კრიზისული მომენტები და გიცდია თუ არა კარიერაზე თავის დანებება ამ პროფესიის შეცვლა? ძალიან ბევრჯერ მქონია კრიზისული მომენტები, იმიტომ რომ ეს ის სფეროა, რომ აი როგორ აიცი, ეს პულსი რა ხან ადის, ხან ჩადის, ხან ადის, ხან ჩადის. ნუ ეგრეა რა. მე იმ ეტაპზე, როდესაც უკვე მეგონა რომ ყველაფერი, აი ხო იცი რომ უკვე დალაგებული, დავარცხნილი, უკვე რაღაცა ბაერებთან გასული, რაღაცა უკვე კოლექციებზე შეთანხმებული, რომ იქ ნუ კარგად გაყიდულიყო, მოხდა ისე, რომ დაემთხვა პანდემია. აი აქ მივხვდი, რომ ეს მგონი ყველას ტკივილი და ყველა რომ აი ზუსტად მაშინ დავფიქრე, მანამდეც მქონდა ხო რაღაცეები, იმიტომ რომ სულ ჭირდებოდა და სულ მეხმარებოდნენ ჩემი მეუღლე, ყველა მხარში მედგა ფინანსურ ნაწილში, მაგრამ და მეც მუშაობდი, მაგრამ აი პანდემია იყო ზუსტად ის წერტილი, სადაც უკვე მართლა დავფიქრდი, რომ აი უკვე ძალიან დიდი ხარჯი იყო და ვერ გადავიხდიდი და შეიძლებოდა რომ უკვე დამეკეტა, მაგრამ იმასაც არ განვიხილავდი, რომ მე ამ პროფესიას შევეშვებოდი. ეს გამორიცხული იყო. უბრალოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემი სახელოსნო რომ შემეჩერებინა. ბევრი ფიქრის შემდეგ ღმერთს მადლობა, მოვიფიქრე ეგეთი რაღაცა, რომ გავაკეთე პიჟამოები, სპორტული ხაზი. ვიფიქრე, რომ აი რა გაიყიდებოდა ამ პერიოდში ყველაზე კარგად პანდემიის, აი რაღაცნაირად ძალიან ლოგიკურად სტრატეგიულად და ლოგიკურად მიუდექი ამას, რომ გამეკეთებინა ეს ხაზი. ბიზნესის კუთხით არა და ნახეთ როგორია სპორტოვი არის და თაკო მექვაბიზე რო შეხედო, ხო, შეიძლება ვიღაცას ეთქვა, რომ აუ თაკო, მართლა ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ მე როდესმე სპორტულ ხაზს მოვკიდებდი ხაზს, იმიტომ რომ საერთოდ ჩემი არ იყო. საერთოდ, იმიტომ რომ უფრო ჭკუჭური მომწონს, უფრო რაღაცნაირი კლასიკა მომწონს და უცებ, აი, წარმოიდგინე, უნდა გავაკეთო სპორტული ხაზი. იმიტომ გავაკეთე, რომ ჩემი ბრენდი გადამერჩინა. ჩემი თაკო მექვაბიზე, რომ არ ჩამქრალიყო. აი ამიტომ გავაკეთე თაკო მეკი სპორტი არ, მაგრამ ძალიან ეხლა რომ ვფიქრობ, ეგ პერიოდი რო არ ყოფილიყო, თაკო მეკი საერთოდ არ გაჩნდებოდა. და ამ თაკო მეკმა ბევრი რაღაცა მომიტანა, ძალიან ჯერ ახალი ხაზი. ეს ვფიქრობ, რომ ძალიან cool გამოგივიდა ეს. ხო, გამოვიდა, მაგრამ აქაც რა იცი, ჩემი კრეატიული მხარე იყო ის, რომ მაინც ვერ გახარ სპორტული, რა უნდა გააკეთო, ხო, ყველა შექმნილია, სპორტულია, ყველა აკეთებს და უფრო მასიური ამბავია. საიდან იღებდით ინსპირაციას? აი, ჩემი ინსპირაცია ჩვეულებრივი იყო ეს არანაირი კონსტრუირება, ჩვეულებრივი ორეული იყო, უბრალოდ ერთადერთი განსხვავება, რაც გამომარჩევდა და დღემდე შეიძლება ჩემი სპორტული გამორჩეულია
მოშოული იყოს, იყო მაგ დროს ფერით, ჩემი ფერები იყო ის ღია ვარდისფერი, ცისფერი, ღია ფერებზე კიცით ალბათ ჩემი ბრენდი, რომ ძალიან რაღაცნაირი ჰეპი ხო, ფერების მხრივ და მიყვარს და ეგ ფერებიც გადმოვიტანი და ერთადერთი იყო ის კიდე საინტერესო, რომ ინიციალები და სახელებს ვაწერდით და ქართულ დროშას. მაგალითად მყიდველი რო იყიდი და ამ ჩვენს ჰუდს შეეძლო რომ სახელი ან რაიმე ან გვარი ქართულადაც ლათინურადაც დაგვეწერა და ასევე დროშა და ყველაზე სასიამოვნო იყო კიდე ჩემთვის ის რომ საიტზე რო ყიდდით ამერიკიდან, ისრაელიდან, ნუ ბევრი ქვეყნიდან როცა შემოდიოდა შეკვეთები იმდენად იქ ქონდა ესეთი ის რომ შეგეძლოთ რომ დავუშვათ თავიანთი ქვეყნის დროშა მიეთითებიათ და ჩვენ გაგვეკეთებიათ. და ძალიან ხშირი იყო რომ ჩვენ დროშას იტოვებდნენ. თითქმის ყველა. ჩვენ დროშას იმდენად მოსწონდათ. მე ხშირად დამხმარებია თქვენი ჰუდები. კი გამომიყენებია საჩუქრად უცხოელი მეგობრებისთვის. ძალიან კარგი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მიხარია. მოწონება დაუმსახურებია. ძალიან კარგი, ძალიან მოხარული ვარ. და მოკლედ ესე იყო რა ეს რაღაცა. ამ ეტაპზე სპორტული ხაზი შეჩერებული მაქვს, აი არ ვაკეთებ რაღაცებს, მაგრამ ეს ჩემი მხარე იმდენად არ არის რა და ცოტა ხანი რაღაცა დავაპაუზე. გქონია ის განცდა ამ წლების განმავლობაში, რომ შენი დიზაინით შექმნილი კოლექცია სხვა დიზაინერს დაუკოპირებია. ამ კითხვაზე იცით რა, ძალიან როგორ გითხრა, როგორ ვუყურებ მაგ საკითხს, იცით, ჩემთვის მნიშვნელოვანი ეგ არაა, იმიტომ რომ მე ვერ ვიქნები ინსპირაცია, აი მე რამდენჯერ რაღაცა გამიკეთებია, აი მართლა გამიკეთებია და თუნდაც უცხოელ დიზაინერთან მინახია მე რაღაცა დეტალი და ვაიმე არასოდეს არ მithქვია რომ იმან ჩემგან გადმოიღო ან იმიტომ რომ ხელოვნება ისეთი რაღაცაა შეიძლება მეც გავიფიქრო თქვენს გაიფიქროთ ნუ სხვა დიზაინერმაც აი მაგას ვერ ვიტყვი რომ აი იმან მომპარა და გააკეთა და აი თუნდაც მომპარა ესეთი შეგრძნება რომ აი ზუსტად ანალოგიური თქვენაერი შეექმნა შეიძლება იყო მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი ყურადღება არ მიმიქცევია ჩემთვის შემქმნელი იყავით ჩემთვის მნიშვნელოვანია არ ყოფილა არაძოს რომ აი მაგაზე დავფიქრებული ვიყავი რამდენად ხშირია ეს მოდის ინდუსტრიაში ესეთი შემთხვევები აი რას ვამბობ ნახე ეხლა ჯერ უკვე რო კომერციული მხარე და ტენდენცია რაცაა და ეხლა ვაკეთებ ტენდენციურად მეც ვაკეთებ რაღაცებს რაც ტენდენციურია გამიკეთებია ხო რაღაცები გამიკეთებია და მერე ტრენდად მერე გამხდარა ნუ ეს მსგავსებები ძალიან ხშირი არის ძალიან ხშირია აი მაგალითად Dior და Fenty ერთი Fenty-ს ერთი პერიოდი ქონდათ ისინი რა ქვია ჩანთის სახელურები ზუსტად ერთნაირი იყო რომ მაგალითად Chanel-ის ლოფერი და ბევრი ცნობილი დიზაინერის Dior-ის თუნდაც ერთი და იგივე აი ეს არის ისეთი რაღაცა რაც ამაზე რომ ვილაპარაკოთ აი ვერ მივხვდებით რატომ ნუ კომერციულად ალბათ ხდება თუ გაიხსენებდი რომელიმე მომხმარებლის კრიტიკას რასაც თქვენთვის გული უტკენია ან რაღაცნაირად სასიამოვნოდ არ გახსენდება დღეს აუ ცუდ რაღაცებს უცებ უშვებ და უცებ მავიწყდება. აი ხა ამ საკმაოდ კარგი თვისება არის და ამ წუთას რო რა თქმა უნდა ალბათ იყო და დავფიქრდი აი ალბათ გამახსენდება, მაგრამ აი ეხა უცებ ესე რომ მკითხო, არაფერ არ მახსენდება, იმიტომ რომ ნეგატივი არ მიყვარს ხოლმე რომ დავიტოვო ასე რომ ეტყობა ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი არისო, რომ არ ყოფილა რომ ესე უცებ გამახსენდეს და გითხრათ. შენთვის რა არის უგემოვნობის მაგალითი? აი რაც გახისიანებს ან მოდი ამ კითხვას მე ვეპასო მე არ ვარ მოდი კრიტიკოსი კრიტიკოსებს ვკითხოთ ოკეი
მ, რადგან თქვენ ამ კითხვაზე არ გამცემთ პასუხს. რას ნიშნავს შენთვის გემოვნებიანი ადამიანი? ჩემთვის გემოვნებიანი ადამიანი ნიშნავს ბევრ რაღაცას ნიშნავს, რა. რა კუთხით მეკითხებით? როცა შეხედავ ადამიანს და იტყვი რომ რა გემოვნებიანად აცვია, ან რა გემოვნა. ანუ მის სტილში აისახება გემოვნება. რა სტილი უნდა ატაროს? ნახეთ, ყველა ტანსაცმელი ადამიანს თვით გამოხატავს. რო დავინახავ დავშვათ რამოდენიმე ადამიანს, ყველა ადამიანს რაღაცნაირად ისე უნდა ეცვეს, რომ ის მისი იყოს. ზოგს თავის უნდა გამოხატავდეს სტილი. რაღაცნაირად გამოხატავდეს. ზოგს მაგალითად ზოგზე ძალიან მომეწონებოდა დაუშვათ თუნდაც სამკაული, იმ სახეს, იმას მოუხდება. ზოგს, მაგალითად, ზოგის გარეგნობა შეიძლება ის სამკაული საერთოდ ყველაფერი ეს ინდივიდუალური. მიყვარს მინიმალისტური, უფრო რაღაცა სილუეტები და კი, რაც შენს კოლექციაში გამოიხატება. ხო, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ მე ძალიან სადა ვარ და ძალიან რაღაცა ისეთი ვარ. მიყვარს რაღაცა ცოტა ექსტრავაგანტური რაღაცაებიც, მაგრამ ეს უნდა იყოს რაღაცნაირად დაბალანსებული რა. დაბალანსებული უნდა იყოს. თუ გვაცვია რაღაცნაირად ესეთი პიჯაკი, როგორ ვამბობ, ესეთი ცოტა რაღაცა ფორმებით, იქ უკვე სხვა რაღაცებზე, აქცენტი რაღაცა ერთ რაღაცაზე უნდა იყოს, არ უნდა ყვიროდეს, არ უნდა რაღაცნაირად ირეოდეს ეს ყველაფერი ერთმანეთში. ცოტა ისეთი კითხვა, ცოტა ბევრნაირად შეიძლება რომ პასუხი გავცეთ, ხო? ოკეი. რა ეტაპზე არის ახლა თაკო მექვაბიძის ბრენდი? რა სიახლეებია და რას გეგმავთ სამომავლოდ? იმდენი გეგმა არა, როგორ მაგიცი? იდეები. აზრების, გეგმის მიხედვით ხოლმე ვერ ეს არის ჩემი ყველაზე ესეთი პრობლემა ჩემს თანამშრომლებს თაკო გეგმა დასახე კოლექციაშიც რო ვაკეთებ კოლექციას მე ზუსტად არ ვიცი რომ დავუშვათ კოლექციაში 5 ზედა უნდა შევკერო 10 შარვალი უნდა შევკერო თუ პირობითად 5 კაბა უნდა შევკერო მე ვარ ძალიან იმპულსური ფიქრი არ მიყვარს არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდია ყველაფერი არის ემოციასთან და იმპულსებთან ალბათ ეს ხელოვანი ხალხის ნაკლია თუ პირიქით არის არ ვიცი ეგ მაქვს რა მიყვარს ყველაფერი აი სპონტანურად ვაკეთებ თქვენთან სპონტანურად მოვედი და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ ამისთვის ხო ეგეთი ის მაქვს რა გეგმები რა შეეხება რა თქმა უნდა რაღაცა ეხა ახალ ეტაპზე ვართ ონლაინ სივრცეს გაყიდვების უფრო ვანვითარებ არის ის რომ ჩემს მას ახალი ხაზი დაემატა სადეზოფლო ვედინგ ლაინი კი რომელიც რაღაცნაირად ჩემი ყოველთვის ოცნება იყო მინდოდა რომ ყოველთვის გამეკეთებინა მაგრამ რაღაცნაირად თავს ვიკავებდი ჩემი სადიპლომო ნამუშევარიც არის სადედოფლო კაბები. იმიტომ რაღაცნაირად სადედოფლო კაბებში ოჭკუჭურია რა. ხარ ნუ თავიდანვე წარმოგედგინათ. ხო, ხარ შეგიძლია ბევრი რაღაცა აკეთო რა. აი ძალიან ბევრი რამე გააკეთე და ალბათ ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ მეორე ქორწილს როცა დავკეთო აუცილებლად კი შეგიკერავთ. და ყოველთვის მინდოდა რომ სადედოფლო კაბები გამიყო ჩემი მეუღლეს მეუბნებოდა მოდი სადედოფლო კაბები დაიწყე არ მინდოდა რომ დამეწყო სადედოფლო კაბებით იმიტომ რომ აი მინდოდა რომ კოლექციებში უფრო სხვანაირად ყვები ყველაფერს შენ თავს უფრო კარგად აცნობ კოლექციებით გააცნობ შენ გემოვნებას, შენ ხასიათს, აი ყველაფერს რაღაცნაირად მოყვები კოლექციებით სათქმელს და
თან საერთაშორისო ბაზარზე უფრო ამით ვფიქრობდი, რომ გავიდოდი და ეგრეც მოხდა. და ამიტომ გადავწყვიტე, რომ სადიდოფლო კაბებზე ხელი ჯერ არ მომეკიდა. შიგადაშიგ ყოველთვის ვკერავდი და ყოველთვის ვყავდა მომხმარებლები, მაგრამ ესე ცალკე გამოყოფილი ეგ ხაზი არ მქონია და სხვათა შორის კი, შოურუმი გვაქვს და სხვათა შორის წელიწად ნახევარია, ხო? წელიწად ნახევარია, რაც მაქვს ეს ხაზი ესე გამოყოფილი და იმხელა რეზონანსი გამოიწვია და იმდენად მოწონება დაიმსახურა, რომ მე თვითონაც რაღაცნაირად ხო იცი ცოტა ისე რომ თაკო მექვაბის ეს ჩვეულების პირველი ხაზი ხო რაღაცნაირად არის ჩაგრება თქო. იმიტომ რომ აი რაღაცა არის ძალიან კი მოთხოვნა არის, მაგრამ ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა მუშაობის პროცესი. მომხმარებლებთან სულ სხვანაირი მუშაობა, სულ სხვანაირი ალბათ ის ხო იცით აი დადებითი ემოციები, ეს ამასეთი რაღაცა რიტუალივითაა, ხო? რაღაცა გედება და ჩემთვის ეს ფიტინგი არის ისეთი საინტერესოა ის დღე, როდესაც მაგ ჩანიშნული მორგებები ბოდიში, მორგებები სადედოფლო კაბების ძალიან ბედნიერი დღეა მოკლედ რა, იმიტომ რომ ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ და მიყვარს ჩემი ყველა პატარძალი და ყველა პატარძალი მახსოვს უკვე რამდენი მყავდა და ყველა მახსოვს და ყველას რაღაცნაირად გეპატიშებიან თუ არა ქორწილში. სხვათა შორის კი, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერ დავდივარ. შენ როგორც დიზაინერი, ინსპირაცია საიდან ღებულობ? თუნდაც საქორწინო კაბების შექმნის პროცესში. საერთოდ ჩემი ინსპირაცია, ყველაზე დიდი ინსპირაცია ჩემი ქალაქია, ჩემი ბათუმია, იმიტომ რომ სხვა ეს მიწყობს ყველაფერი. ქალაქი, პატარა ქუჩები, რაღაცა ეს ჩემთვის რაღაცა ჩემი ინსპირაცია და ჩემი შთაგონება წყარო არის ალბათ ის სადაც მე ვარ. და შემდეგ რაღაცა მოგზაურობები, ბევრი რაღაცა მიქვით, მაგრამ ძირითადი და ყველაზე მეტი ალბათ არის ეს ჩემი ქალაქი. როცა ინსპირაცია არ გაქვთ ხოლმე, მაგ პერიოდში რა ხერხს? არა, როცა ინსპირაცია არ მაქვს, თავს არ აძალებ. არა, ვერაფერს ვერ ვაკეთებ, როცა ინსპირაცია არ მაქვს. ინსპირაცია როცა რაღაცა ვერ გავაკეთებ. იქონია ასეთი შემთხვევა, რომ გინდა რომ რაღაც შექმნა ინსპირაცია გქონდეს, მაგრამ არაფერი არ გაქვს. ძალიან იშვიათად მაქვს ეგ მომენტი სხვათა შორის და ერთმა ჩემმა მეგობარმა, ძალიან ახლო მეგობარმა მითხრა, რომ თაკო, იციო, ისაო, კაი წლების უკან მითხრა, რომ თაკო, იცი რა ზევნერვიულობო და მეთქი რაზე თქო და აი შენ რო აღარ კონდესო ეს ისინო იდეებიო, მე რა გეშველებო, როგორ გააკეთებო და სხვათა შორის მეთქი კაი რა სუმექნება, ეგ არ არსებობს, მეთქი სუმექნება თქო რა, ეს გაივნებ ერთი 10 წლის უკან მითხრა შეიძლება მეტი და სანამ ბათუმში უცხოო. და სხვათა შორის ეხლა მაგ ხოლმე რომ აი ზოგჯერ მინდა რაღაცა გავაკეთო, მაგრამ თავს რო დავაძალებ, მაინც რაღაცნაირად არ გამოდის რა. ისეთი არ გამოდის და ხატვასაც ვდებ ფანქარს და როდესაც მოდის ეს ემოცია და მუზა და სურვილი იმის რომ შევქმნა რაღაცა, მაშინ ვაკეთებ. აი ზოგჯერ ეს წამომივლის. უცებ ნაჭრებს გადმოვყრი, ჩემი თანამშრომლები მოკეთ იმეჩხუბებიან, მაგრამ რა ვქნა? ვიტან. საინტერესო პროცესი. ხო, გადმოვყრი, დავხატავ, მე არის რომ ზოგჯერ რაღაცები მომწონს, შევკერავ, ზოგჯერ ეს რაღაცები არ მომწონს, ეს რაღაცა ჭიდილი ყოველთვის არის რა. აი არავინ არ თქვას, ეს არის და ზოგჯერ ისეთი რაღაცა გამიკეთებია, ვაიმე, ვიფიქრე რომ თაკო რა გააკეთე. მაგრამ მასეთ რაღაცებშიც რაღაცები არის რა, მასეთ რაღაცებშიც მე როგორ გადააკეთებ, სხვათა შორის, ესე ვიყო კენდელის პერანგიც. დავხატე სხვა რაღაცა და გამოვიდა სხვა რაღაცა. და მე გადავაკეთე, იქ დავამატე რაღაცები და მე აი როგორ გამოვიდა როგორ გავარდა სხვათა შორის მაგ პერანგზე მინდა ვთქვა და ცოტა ისეთი ვიქნები, ეხლა რაღაცნაირად თამდავალი არ ვიქნები ამ პერანგმა
მთელი ტენდენცია ზარა, მანგო, რავი სად არ იყიდებოდა ჩინელებმაც დააპატენტეს ყველამ გაიმასა და მაღაზნად ამაყივარ და ისეთი ვარ რომ საამაყო ფაქტია კი ყველასთვის ნამდვილად და ჩემი აზრით ყველა ქართველისთვის ეს ფაქტი ისეთია რომ უნდა იცოდეს მე ჩემთვის ნამდვილად საამაყო და რაღაცა მიხარია და ისიც მიხარია რომ თქვენს გიხარიათ და ჩემს იგივე რომ ახარებთ ჩემი წარმატება რა თქმა უნდა ყველა ქალის წარმატება ჩვენი პროექტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კი, ჩემთვისაც მე ძალიან ხარს ვუჭერ და ძალიან სოლიდარული, კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქალები ძალიან ძლიერები ვართ. სოლიდარობა მაინც ხო არის, კი. მარტივი არ არის, იყო ესეთი წარმატებული ქალი და თან იყო სამი შვილის დედა. როგორ ახერხებ ამ ყველაფერს, როგორ უთავსებ? არა, მართლა არ არის მარტივი. თავიდანვე დედაჩემი რო არ ყოფილიყო, კი ვამბობ, რომ სამშვილს ალბათ არ გავაჩენდი, იმიტომ რომ დედაჩემის როლი ჩემი შვილების გაზდაში არის, რა ვიცი, პირველი დედაჩემმა გამიზარდა ფაქტიურად, კი. სამივე ეს პატარაზეც ეხა იძახდა რომ არა, მაგრამ ეხაც საკმაოდ პატარა იყავით, პატარა ასაკში ვიყავი, როდესაც დავოჯახდი, კი და 18-ის უკვე მყავდა ჩემი ჯიმკა, პირველი 22 წლისაა ეხა, უკვე დიდი ბიჭია. აქ საქართველოში არ ცხოვრობს, სწავლობს ამერიკაში. ის უკვე თავის გზაზეა. თავის თვითონ მის თავს პატრონს, ამიტომ ორი მყავს აქ საპატრონო, სამი შვილი. ის უკვე ძალიან დიდია. რავი, ვახერხებ. დედის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ჩართული ვარ მაინც, იმიტომ ესე არ შემიძლია. ბავშვები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი ოჯახი კვირა დღე ყოველთვის მათთვის მაქვს ესე განკუთვნილი. რომელი ფაქტი გაიხსენებდი, როდესაც ამერიკის ბაზარზე გახვედი და დაიმსახურა დიდი მოწონება და გამოხმაურება? ზოგადად თითქმის როდესაც იცმევს ვარსკვლავი და აი რაიმე ისეთი დღესასწაულისთვის თუ ან რაიმე აი რაღაცა ხდება, სულ სადაც შუქდება რომ აცვია და უშუალოდ თაკომექვაბის იქ იწერება ხოლმე აცვია თაკომექვაბის კამერა. ერთად გავიხსენებდი 2019 წელს ლინდა ვონსი, ეს არის მოთხილამურე, თუ არ ვცდები 5 გზის მსოფლიო ჩემპიონია, ძალიან ცნობილი. ეცვა ჩემი ლუკი და ამ ლუკმა ნიუ-იორკ ფეშენ ვიკის ფარდზე აიღო პირველი ადგილი. და მახსოვს რომ Hollywood Live-მა, Fox News-მა, ძალიან ბევრმა, როგორ იყო, იცი, ძალიან ბევრმა ჟურნალმა, გაზეთმა დაბეჭდა ამერიკის ხმამ, დაბეჭდა რომ ეს სამოსი გახდა, პირველ ადგილზე გავიდა და იყო თაკომექვაბიძის შექმნილი და ეს იყო რაც მახსენდება ყველაზე ესეთი მასშტაბური პრესის გამოხმაურება რა. თუმცა ბოლო პერიოდში მე როგორც ვიცი ტრამპის კამპანიასთანაც ხონდა ხო ეს იყო ხო არჩევნების პერიოდში რაღაცა ერთ-ერთ წამყვანს რომელიც ამ კამპანიაში იყო ამ საარჩევნო კამპანიაში და შუთინგი იყო რაღაცა ამ კამპანიისთვის არჩევნების მიზნული კი ნამდვილად ეცვა ჩემი ესეთი ვარდისფერი ესეთი კაბა დიდი რა შეგრძნება გეუფლება ხოლმე ამ მომენტში, როცა ხედავ ასეთ წარმატებულ ხალხს აცვია შენი შექმნილი დიზაინის სამოსი. მით უმეტეს ამერიკის ბაზარი საკმაოდ დიდი არის და საკმაოდ კონკურენტული. და როცა ესეთი პატარა ქვეყნიდან ხარ და ასეთ მასშტაბებს აღწევ, ძალიან საამაყო ფაქტი არის. რავი, მადლობა. მიხარია რა თქმა უნდა და რავი მიამაყება მაგრამ ემოციები გეუფლება ხოლმე რავი კარგია
რაც მეტი უფრო ხო, კარგი. რაც მეტი უფრო კარგი, არაფერი არ არის ისეთი როგორ გითხრათ? კი. უკვე შეეჩვიეთ. იმდენ ჰოლივუდის ვარსკვლავს და იმდენ ცნობილ ადამიანს შეუკერა, ხო, უკვე უკვე ბევრი, შეშოული ხარ. მარტო ჩემი არა, ბევრი ქართველი დიზაინერი საცვია უკვე. კი. კი, მართლა ბევრი საცვია და ეს ფაქტი უკვე აღარა ისე რომ დაუშვათ რომ, რავი, თათა მარტო ჩემს არა, ძალიან ბევრი ქართველი დიზაინერის ტანსაცმელს აცმევს ჰოლივუდში და ну მოკლედ უკვე აი პირველი ფაქტი 2010 წელს მაშინდელი ის რომ მაშინ არ იყო ეგეთი ისა ხო მაშინ კი იყო ცოტა ისეთი ჩემთვის რომ ვაუ პირველი ხა პირველი მაინც მე მეორე მე ეხლა რაღაცნაირად ხო შევეჩვიე ალბათ ესე რომ ვთქვათ მაგრამ მაუც უფრო მეტი მინდა გავაკეთო რა თქმა უნდა ხო უფრო მეტი უფრო რაღაცა სხვა რაღაცები ამის რესურსი ნამდვილად გაქვს ხო ღმერთით გავაკეთებ და ჩემს სამშობლოს ვასახელებ პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქართველები, საქართველო და ძალიან ამაყი ვარ, რომ რამდენი რამე თუნდაც დემნა, აი ჩემს სფეროს ირგვლივ ვიტრიალებ. დავით კომახიძე ხო, რამდენი რაღაცა, ახლა ჩვენთვის ეს ძალიან დასაფასებელია და თუნდაც დიზაინერებისთვის მათი ამხელასახელი ჩვენთვის ეს ძალიან დიდი პრესტიჟია და უკვე სხვანაირად გვიყურებენ და სხვანაირად დაფასდა მოდა. აი, ჩვენი ქვეყანა, რა ვიცი, გაიტანეს საერთაშორისო ბაზარზე და უკვე ხალხი გწნობს. კი. უკვე ხალხი გწნობს. ეგ ძალიან კარგია. დღევანდელი შეხედულებით რა შეცდომა დაუშვით როცა იწყებდი ამ საქმიანობას და ბიზნესს, რასაც დღეს აღარ გაიმეორებდი? ისიც რა ვერ ვიტყვი რა შეცდომა დაუშვი. იმიტომ რომ ალბათ შეიძლება დაუშვი რაღაცები, მაგრამ ალბათ ისე აი ზუსტად შეცდომების გარეშე ვერ მიხვალ იმ გზამდე, რასაც წარმატება ქვია, რასაც, იმიტომ რომ აი ეს თვითონ ეს ბარიერები თუ არ გადალახე, თუ არ გადაიტანე რაღაცები გადასატანი, ხო, ვერ გაიზრდები. ამიტომ ვფიქრობ, რომც მინდოდეს რომ არ დამეშვა, მაინც დაუშვებდი რა. და ამიტომ არ ვფიქრობ, რომ რაღაცა ეს ასე რომ ექნა, ეს ისე რომ ექნა, რაღაცა შეცდომების გარეშე წარმოუდგენელია მიაღწევ. წარმოუდგენელია, კი ბატონო. ახლა ისე შეცდომა არ უნდა იყოს, რომ რაღაცა გამოუსწორებელი და რაღაცა მიუღებელი რაღაცა რაც იმაში არ ჯდება და ახლა რაღაცა ეს პატარ-პატარა რაღაცები იქ წავედი შოურუმზე, აქ არ წავედი შოურუმზე, იქ გავედი, არ გამო ეგეთ რაღაცები. ეგ უნდა გაიარო. ზოგადად ხდება ხოლმე ესეთი ფაქტი, როდესაც ადამიანი წარმატებას აღწევს, ხშირად ხდება ესეთი ფაქტი, რომ ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები, თუნდაც მეგობრები, ხშირ შემთხვევაში ვკარგავთ ხოლმე. ვიღაცებს. თქვენ შემთხვევაში თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა, გიგრძნიათ რაღაცა თქვენი წარმატების არ გაზიარება სათანადოდ ან შური თუ ყოფილა არ მიქცევი ალბათ შეიძლება ყურადღება. არ ვაქცევ ეგეთ რაღაცებს ყურადღებას. ძალიან კარგი. არა, მე ძალიან კაი მეგობრები მყავს, ჩემი პირიქით. ყველას უხარია, მე ვინც მყავს ჩემი მეგობრები, ჩემი წინსვლა, მათი წინსვლაცაა. როგორც იგივენაირად მათი წინსვლა, ჩემი წინსვლაცაა. ეს არის სწორი და ჯანსაღი ურთიერთობა და ჯანსაღი კომუნიკაცია. კი. რა რჩევას მისცემდით იმ ქალებს და გოგონებს, ვისაც უნდათ რაიმე საქმის ან ბიზნესის დაწყება და არ აქვს სათანადო გამბედაობა? ყოველთვის უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავის შესაძლებლობის და უნდა იშრომო ისე რომ აი მე მაგალითად ჩემთვის 10 წლის უკან რაც შეიძლებოდა რომ ჩემი ხელით გამეკეთებია და
დღეს შეიძლება რომ დაუშვათ არ გავაკეთო, მაინც ვაკეთებ. აი როგორ ვკითხოთ, სწორად ვამბობ ამას. შრომა აკეთილშობილებს. ხო, აი უნდა აი იშრომე უნდა და იშრომო, კი. ხო, რაც მოგწონს თან, ხო, ამას სიამოვნებით აკეთებ, არა? და სულ უნდა იყო იმაზე, რომ არასდროს არ უნდა იყო კმაყოფილი შენი თავით. არასოდეს, აი, უფრო მეტი და მეტი უნდა გინდოდეს შენი თავისგან და უფრო აი არ უნდა დაჯერდე რაღაცებს რა, აი დაუშვათ მიაღწიე, გააკეთე, აი ვსოდა, არა. ეს კიდე უნდა განვითარდეს, უნდა წახვიდე, უნდა გაიზარდო და აი ესე ალბათ ვფიქრობ, რომ იმამდე მიხვალ, ჯერ მე არ ვარ მისული, მაგრამ ძალიან მაინც კრიტიკულად უყურებს ძალიან ფილოსოფოსურად გამომდის და რაღაცნაირად, მაგრამ ჩემი შეხედულებით ეგრე არის რა. ზოგადად, როცა ადამიანი საკუთარ თავს კრიტიკულად უყურებს და მეტს თხოვს, უფრო მეტს და მეტს აღწევს, რა თქმა უნდა. კი. და რა იცი, კრიტიკულად უყურო, აი, მაგრამ შენში დარწმუნებული უნდა იყო. მე ყოველთვის მე რაც მინდა, ყოველთვის იმას ვაკეთებ, რა მიყვარს ყოველთვის სხვისი აზრის მოსმენა, აი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება რაღაცას ვაკეთებდე და აი ბევრ რაღაცას ვკითხო რა, მაგრამ რა თქმა უნდა შეიძლება გავითვალისწინო რაღაცები, ისეც კი არა რომ რაღაცა, მაგრამ მაინც ჩემს აზრზე ვრჩები. და თუმცა რჩევის მიღება და სხვის აზრის მოსმენა ძალიან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია, კი ბატონო. მე როგორ ჩემით ვფილტრავ. ძალიან კარგი. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი და არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა.